მე ვარ დავით მირცხულავა 11 წლის. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი თამაში. უკვე 3 წელია ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ლაიოში. ფეხბურთზე შესვლა იმიტომ გადავწყვეტე, რომ ჩემი ძმები ადრე ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ჯუდ ბელინგემი და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. ადრე ვიყავი ცენტრალური მცველი და ახლა ვარ ბეკარი. ბეკარობა იმიტომ მომწონს, რომ კომფორტულად ვარ და კარგ სეივებს ვაკეთებ. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება არის ფეხით თამაში. გამოსასწორებელი მაქვს ბურთის ხელში დაჭერა. ლაიოში ყავს 3 წვრთნელი. გივი კოფილია, გიორგი მუკოტაძე და ნიკა არონია. ყველაზე მკაცრი არის ნიკა მასწავლებელი და ყველაზე მხიარული არის გიორგი მასწავლებელი. ჩემი აზრით თავსავი და ყველაზე კარგად თამაშობს ფეხბურთს გივიკო მასწავლებელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. პირველად დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ მანჩესტერ სიტიში, შემდეგ გადავალ მანჩესტერ იუნაიტედში, შემდეგ PSG და შემდეგ რეალ მადრიდი. ჩემი აზრით ლაიონსი კარგი გუნდი იმიტომ არის, რომ ყავს მხიარული წვრთნელები, კაცრი და ისე გვათამაშებს, რომ ჩვენც მხიარულად ვიყოთ. უკვე იმდენი შეჯიბრება ქონა, რომ სათვალავი ამერია. ყველაზე კარგად ავახსოვდა, რომ ვეთამაშ დელფინებს, მოვუგეთ რიცავი და ისეცები გავაკეთე, ჯერ ერთი დავიწყეს მარჯვენა კუთხეში, გადავხვდი ავიღე და შემდეგ დაარტყეს მარცხენაში, მაგრამ კუთხურზე გადაიყვანეს და აცილეს. ძალიან კარგად ვითამაშე და ვიყავი ამ თამაში საუკეთესო მოთამაშე. სხვათა შორის გამოვდი ძალიან კარგი გოლების გატანად. ერთხელ ვარჯიშზე პასის გაკეთება მინდოდა, შემთხვევით დავარტყი და კარი და კარში გავიტანე. ეს იყო ჩემი საუკეთესო გოლი. საქართველოს ნაკრებში ამოვნებით ვითამაშებდი 25 ნომრით. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხსნი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას და დავარქვევ ლეგენდა არწივებს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არის ძალიან დიდი ეზო ჩვენთან, არის დიდი დარბაზი და ყავს ხეარული მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე ხეარული არის ლოლი შოშიტაშვილი. ყველაზე ცელქი არის ნატალი ოქროპეიძე, მაგრამ არ ჩამორჩება ანდრია შავლიცეც. ყველაზე ჭკვიანი არის ლუკა ტარიელაძე. ყველაზე მშვიდი არის ანა კეკელიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და კეთილი. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ყავს, რადგან არ მინდა რომ ხელი შემიშალოს კარიერაში. ცოცხლობა ვიყავ ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქვევ ანდრიას და ლიზის. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელი არის ირინე ტარიელაძე. ის გვახატინებს ხელოვნების გაკვეთილზე და ძალიან უყვარს ბავშვები. არის 7 და ბავშვებს შენიშვნას არ აძლევს. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი ხალხი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის და ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ძამიკო 2 და 1 ძაღლი. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა. უფროსი არის 23 წლის და მეორე შუათანა არის 22 წლის. მამიკო არის ხიარული, კეთილი, სიმპათიური და თბილი. დედიკო არის ლამაზი, მშვიდი, მშრომელი და ბავშვები რო უყვარს ისეთი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვალს კარტოფილს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ტრებაპიჭი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს საფეხბურთო კარიერას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პორტუგალიაში და ესპანეთში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი საქართველოს ნაკრებში პირველი მეკარი და მამარდაშვილი მეორე. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისრაფის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ბუფონის ხელმოწერილი ხელთათმანები. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, წვნიანი ჭამა და მეგობრებთან თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.